რეჰანის შემდეგი ეპიზოდიც მიმდინარე მოვლენებსაც ეძღვნება და თან ცოტა გასტრონომიასაც შემოვიყვანთ და რატო ავარჩიეთ იმას, რომ თქვენ ნოდარიკო ხუცშვილია ეპიზოდის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ წამოწყებაში მეცდებით, იმიტომ რომ ხო როგორც მეგობრულად, ისე როგორც მაყურებელს უყურებ და ძალიან კარგი წამოწყება არის და ხო. აქციაზე ვიპოვეთ, წამოვიყვანეთ. Fantastic Kitchen-ში მოვედით. ბისტრო, რომელიც აქციის მონაწილეებს მუდმივად მხარში ედგა, აპურებდა და რომელიც გამორჩეულია იმით, რომ ვეგანურია. და დღეს გავსინჯავთ ვეგანურ ბურგერს, ვეგანურ ქაბაბს. და მე მგონი სულ ეს არის. ძალიან იღბლიანად მოხვდი თქვენთან ერთად როგორი აქციაზე, იმიტომ რომ ისედაც ძალიან მიყვარს ეს ადგილი და მოკლედ მიხარია რომ იმ მოვლენებსაც ვერავლით გვერდს მართლა შენი თქმის არ იყოს რაც ხდება და თან ესეთი პატარა ადგილები ძალიან იმსახურებს გვერდში დგომას, იმიტომ რომ თვითონ ძალიან დგას ხალხს გვერდში და ამიტომ ხო, მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგი ბერძენიშვილია, რომელიც აქტიურად არის აქციებში ჩართული, გაზაფხულზე სულ აქციებზე იდგა და ამიტომ ძალიან გვინდა რომ ჩვენც რაღაცნაირად დავასაპორტოთ და იცოდეთ რომ ესტუმრეთ, ესე არ ვაკეთებთ ხოლმე რაღაცნაირ რეკლამას, მაგრამ ხა ადამიანებს სჭირდება. რაღაც კარგ ადამიანებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ და ჩვენ მათი გვერდში დგომა, იმიტომ რომ აქაც გავიმეორებ ამ ეპიზოდში დღეს ძალიან რეალური საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა და აქტიური ადამიანები აკეთებენ დიდ საქმეს. კაი, მორჩა, შევიდეთ. დავა. ნოდარიკო როგორც თქვით, გზაში ვიპოვეთ აქციაზე და დარეკილი და შეკვეთილი ხარ. ფაქტიურად ეგრე გამოვიდა. მოუწევს გასინჯვის დაწყება, მანამდე მე გიგის და გავესაუბრები, კაი? მინდი კი ბატონო, მე გოგრის სუპით დავიწყებ და თქვენი ლაპარაკეთ, აი მე შევუკვეთე ჩემთვის და მე კიდე რაღაცები გველოდება, ხო? გოგრის სუპი და ვეგანური ბურგერი, ხო? ჩვენი საფრთხო ბურგერი. აი, ჯერ გასინჯე და მე ხო გიგის გამოვკითხა. ეს სადაური გოგრა არის. მიდი დაიწყე. გიგი, მითხარი, მოდი ჯერ ვეგანურ ამბებზე მომიყევი. საიდან გაჩნდა იდეა ვეგანური რესტორნის გაკეთების და ვეგანურ ბურგერს რისგან ამზადებთ? იდეა გაჩნდა მე და ჩემი მეგობარი ანა თოფურია, რომელსაც აქვს ბლოგი, ვეგანური ბლოგი, საკმაოდ ცნობილი იყო Top the Shaker, რომელსაც ბევრი მიმდევარი ყავდა და თავის რეცეპტებს დებდა უბრალოდ და ერთ-ერთი ფესტივალის დროს, მუსიკალური ფესტივალის დროს ჩვენ შემოგთავაზეს, რომ ყოფილიყავთ ეგრეთი ვენდორი. აჰა. და ჩვენ გავედით სწორედ აი ამ ბურგერით, ვეგანური ბურგერით, იმიტომ რომ ეს 4GB ფესტივალი ვიტყვი, არის ვეგანურ, ვეგეტარიანული, ანუ ხორცის პროდუქტები არ არის საჭმელები და ჩვენ გავედით ამ იდეით, რომ გავაკეთებინა Beyond-ის ბურგერი, Beyond-ი არის ვეგანური ხორცი, ვეგანური ხორცია სპეციალური ვეგანური ხორცი არის, რომელიც ბევრი არის ესეთი მსოფლიოში, მაგრამ Beyond-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის და ყველაზე ხარისხიანი და ჩვენ ვიყავთ პირველები, ვინც ამის ბურგერი გააკეთა. დღეს უკვე რამდენიმე რესტორანი არის, რომელიც აკეთებს ამის ბურგერს. ჩვენ ვიყავით პირველი 4GB-ზე გავედით და ხალხი შოქში იყო, იმიტომ რომ გიგი მეც მომივიდა ეგ ინფორმაცია. არ ჯეროდა, ბევრი მოდიოდა და არ ჯეროდა, რომ ნუ ის ქვია. ზანა ეს ხორცი ხო არის და ანუ არა მარტო გემრიელი, არამედ გავს ძალიან გემოწ ხორცი. ხო, და ბევრი მოდიოდა და გვეკითხებოდა, რომ სათხართ. სად შეიძლება ისე ჩვეულებრივ დროს თქვენი ბურგერის ჩამენა? მაშინ გაჩნდა ეგ იდეა, რომ სადმე იყოთ. ხო. სადმე ყოფილიყავით, მაისში იყო ფესტივალი შარშა წინა წელს 23 წლის და მე წლის ბოლოს, ანუ შარშან ზუსტად ეხლა ჩვენ აი 16-ში ერთი წლის იუბილე გვექნება უკვე და გავხსენით აი ეს ვეგანური ადგილი სხვადასხვა კერძებით, რა თქმა უნდა, დავამატეთ.
თქვი, ნოდარიკოს ბოლო უკმაკაზე დადგა ისეთ სისწრაფით ვაჭამეც და შეგვიფას ხა რეჰანის მთავარი არსი ეგარი და არა მართლა ძალიან გემრიელი ხა მე არ ვარ ვეგეტარიანი, მაგრამ აქ მოსვლა მიყვარს ხოლმე და მართლა ძალიან გემრიელი არის რა, აი ყველაფერი ძალიან ბევრი გემო არის ბურგერში. და ერთი წამი არ ხჭება რაღაცას დანაკლისი რომ რაღაცას ვასჭამ. ეხლა გიგის პაუზისას ვეკითხებოდი და თურმე ეს ხორცისის მიიღება ბევრი სხვადასხვა ბარდის ოჯახის ხო ბარდას. და ეს გემოც ხორცის გემოსაიდან სვამე ხორცის გემოს. ნუ აი სხვადასხვა სუნელებით და არომატიზატორებით სვამენ მე ხორცის გემოს რა. და ესეთ სახით აქ შემოდის? კი, გასტრონომიკით ხოლოდ. აქ შემოდის და მგონია რომ თვითონაურაც ისეთია რა ზოგადად რაღაც ის იდეა რო გაქვს რაღაც იდეისგან რაღაცას ვაკეთებ ყველაფერს ეთყობა რა და მე მაგითო ძალიან გულშემატკივრობ იმის გარდა რომ გიგი ჩემი მეგობარი არის ძალიან კარგია რა როცა რაღაცას ესეც ჩაიფიქრებ ხალხსაც მოეწონება იქიდან გამოხმაურება იქნება და მთელი ეს პროცესი რაც მოყარო ხა მართლა იმ ფესტივალიდან დაიწყო და აქამდე მოვიდა რაღაც სულ საყვარელია და ინტერიერიც საყვარელი ხო ესეთი პატარა რაღაცები ერთ რაღაცაზე ორიენტირებული ყოველთვის უფრო რაღაცნაირია ესეთი თბილი და გემოც მაგითო არის გემრიელი აქეთ არის პატარა კუთხე სადაც აქციის მონაწილეებისთვის გამოდის სენდვიჩები ესე გამოიქმნება ხოლმე ყავა და ჩაი ხო? კი, ყოველ საღამოობით აქციისთვის ჩვენ ასე ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს და ვინც მიდის ხოლმე იქ ხოლმე ჩვენ წერთ ხოლმე პოსტავთ ხოლმე ჩვენ ინსტაგრამზე რომ შეგიძლიათ გამოიაროთ თან წაიყავოთ აქაც შეჭამოთ ცოტა რაღაცა ენერგიები ხო დააგროვონ და მოდიან ხოლმე და ზოგს მე მიაქვს ხოლმე და რაც შეება ხოლმე ჩვენ თვითონ ხოლმე ვიგოქს ხოლმე და იქ ვარიგებთ ხოლმე. აი პატარ-პატარა რაღაცებით იწყობა მე მგონი ადამიანობა. ხო რა, ცოტა ის და ბევრი არის ეგეთი და ამიტომ რაღაც ბევრია საბედნიეროდ ეგეთი და ამ ზოგადად ამ მოვლენებზეც უნდა გკითხოთ. პირიქით. ხო არა, ეხლა ძალიან ძიმე პერიოდია და მნიშვნელოვანი ბრძოლა მიდის ჩემი აზრით. თავარი არის სულ რო კითხულობ აი ხშირად აი რაღაც ჩემი ნათესავები რაღაც ცოტა ასაკოვანი რომ აი რატომ გახდა თავარი ჩემი აზრით აქ ის არის რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ის ერთი ადამიანი ამხელა ძალაუფლებას ქონდეს და მოდი ყველაფერი მთელი სახელმწიფო სისტემები ფაქტიურად ჯიბეში უდევს და რეალურად ეს ყველა კანონები თქვათ იქ ევროპიდან გადახროვას და ყველაფერი ჩემი აზრი ის არის რომ ამ ადამიანს უნდა რომ მთელი ქვეყანა ჩაიგდოს ხელში და აკეთოს ის რაც უნდა და არ ყავდეს თქვათ კრიტიკული ხო ის აგენტების კანონის მაგას რომ მაქსიმალურად ჩაახშოს ის ინსტიტუციები და ის აქტორები რომელსაც შეუძლია რომ ეს თავრობა და ეს ადამიანი შეაჩეროს ამ დიქტატურისკენ და ავტორიტარიზმისკენ სვლისკენ. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში აღარ შეიძლება უკან დახევა. ეხლა კიდე ამას დაემატა ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ძალიან კარგი რაღაც წავიკითხე, რომ პატიმრები არ დაუძახოთ, რეჟიმის ტყვეები დაუძახოთ. არიან კიდეც ტყვეები, რომელიც დატოვებაც არ შეიძლება და ეხლა უკვე აქ საუბარი აღარ არის თქვათ იმაზე, რა ქვია ევროპაზე და რუსეთზე აქ უკვე საუბარია რომ ეს ჩვენი ადამიანები, ჩვენი მეგობრები ბევრი და თანამებრძოლები უბრალოდ არ შევატოვოთ, რომელიც სრულიად უსამართლოდ და იმიზეზოდ არიან დაკავებულები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა რომ ადამიანის უფლებები იმ დონეზე ირღვევა რომ აღარ დაგვრჩა სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ჩვენმა გამოხატვის თავისუფლებამ შეიძლება მიგვიყვანოს ციხემდე, წამებამდე. ეგ არის მხოლოდ ცემა და ძალადობა რაღაც მარტივად ხო ჟღერს. ხო ანუ მეც ხარ რადგან გიგი უკვე შეეხო იმას, ხო რაღაც სულ ვერიდები ხოლმე ისეთ რაღაცებთან შეხებას, რაც შეიძლება მე თვითონაც რაღაცა კითხვები მოგდა, მათ ჩასვლა არ შემინია, მაგრამ რაზეც კითხვები არ მაქვს და მე მგონი მართლა ძალიან ნათელი არის ხა შენაშაც შეეხება გიგის, რომ
ხო, რაღაცა იცი რა არის, მგონია რომ მან მართლა ეხლა ამ სიტუაციაში არაფერზე აღარ არის რა ლაპარაკი. მე ჩვენი ქვეყანა რეალურად ძალიან ბევრ რაღაცაში გაიარა და რაღაც სულ ვცდილობ რომ ჰუმანურად ადამიანებსაც თავისი გაუგო, იმიტომ რომ ხო, რაღაცა ზოგადად ესე რაღაც სიფრთხეზე არ ხდება და შავი და თეთრი არ არის ცხოვრება, როგორც არ უნდა ვიძახოთ და მესმის, იმიტომ რომ ხო, რა და გიმართ და კარგია რომ შენ გიგიმას ეთქვა რომ აი ყველას უხსნით, ხო, აი რატო და რა გვაწუხებს და რა ვთქვი. რეალურად არ ამგონია რომ აი ადამიანები არსებობდნენ ვისაც ახლა ეგ რომ მართლა ბოლომდე აღიქვას იქ რომ ხალხი როგორი ბიჭები ზიან ახლა ციხეში და მართლა რამოდენიმე ახლა ყველაზე ესე ვერ ვთქვა რადგან მაგრამ ვისაც ვიცნობ პირადად აი გულწრფელად ვიტყვი ხო რომ აი რა ვიცი მე სიბოროტერო თავში აი იმის გარდა რომ აი მაკლავში თავიდანვე მართლა სიბოროტერო თავში არ გაუვლიათ და აი არასდროს რა და სიკეთის მეტი რომ არ გაუკეთებიათ და ხო ნუ ეხა მაგის თავისუფლებას თუ მიცემ იმ ადამიანს ვისაც აი გრე უნდა რომ გამოხატოს რაღაცა თავის დაგროვილი და ბავშვს აწამებს ბავშვი იყოს და თუ გინდა დიდი და თუ გინდა საერთოდ ადამიანს მე პირადად ყველაზე გამოკვეთილად მაგისტვის დგავარ იქ. ან მაგის თქმა მინდა რომ რაღაცების ჩაშლა არ შემილია იმდენად, მაგრამ ამაზე რომ ეხლა სახში ვიყო და არ ვთქვა და ეს ადამიანი ხო, მაშინაც გაზაფხულზეც როცა ჯერ კიდევ ეგეთი სიტუაცია არ იყო. გაზაფხულზე დაგიჭირეს კიდეც, ხო? ხო, მეც დამიჭირეს და მაშინაც აი ის იყო რა, ძალადობა ცემა შეურაცხყოფის ადამიანი ძროხებზე ნერვიულობს და ეს დაიჭირეს და უნდა ცუდი არავის არ გაულიო თავშიო აუცი მე ძროხებზე ადამიანებზე არ დარდება და სცენარებს ეფარენ ხო და არა მაგის გაგრძელება რა რომ ის მაკრო გაზაფხულზე მე თვითონაც აი ამას თვითონ მაგ კანონზეც პროტესტი მაგიტომ ხომ პირველ რიგში რომ რეალურად ვხედავდი და იქ ბევრი ხალხი ვხედავდით რომ ეგ კეთდებოდა იმისთვის რომ მე ნელა მოსულიყავით რა. აქამდე თუ კიდევ უარესში არ გადავიდეთ. ამაზე არის საუბარი და არა თვითონ კანონი თავისთავად თალკი არ იყო რა ასე მსახურებოდა მაგას და რეალურად მართლების გამოდებით ხო იმიტომ რომ რაც უფრო დრო გავიდა მით უფრო ძლიერდება ეს ძალადობაც ტერორიც უკვე იმიტომ რომ ეხლა ტერორზეა გადასული ხალხი ქუჩაში რო დადის ეშინია რომ ვიღაცა არ მოვარდეს და არ გაიტანს ხო და უკვე თვალნათლივ იცვლება და შეიცვალა ქვეყნის კურსიც ჩვენი საჭმელი მოვიდა მადლობა გადავედით პატარა გადათობა სადაც ვარ ხო დავუზენით დავიწყებ მაშინ ვიცი რა მაინტერესებს აი კლასიკური რაღაც მაგალითად როგორც ხორცის კაბობს აკეთებენ ხო არის რაღაც იქაც რაღაცა კლასიკური ეს ნუ ეს ვეგანური ხორცი და დანარჩენიც მაინც სხვანაირი ანუ აი თქვა სუნელი რაღაცა მაინც უფრო სპეციფიური სხვა უკეთდება ხო და არა როგორც ჩვეულებრივი ალბათ ხორცის თუ ეგეთი რაღაცები ხო რა ვიცი სუნოხი კოწახური ეგეთი ხო ანუ ეგ რაღაცები არის თანდაყოლ მე მგონი ხა შენ იქნები ჩუმად ცოტა ხანი უგემრიელესია დასაწყისში ვთქვით რომ რაღაცნაირად გვინდოდა გვერდში დავდგომოდით ამ ბისტროს მიზეზთა და მიზეზთა გამო და ეხა უკვე რა გავსინჯեմ თამამად შემიძლია რეკომენდაცია გაგიწიოთ იმიტომ რომ ძალიან ძალიან გემრიელია მე თქვენი ხშირი სტუმარი გავხდები ვაშა თوارქშია ძმა გაკვი და გამო ხამბავს პირველად და მართლა ძალიან გაია პირდაპირ ხელით იგი აგერ შემეძლო ხო რაღაცა ვაშეს ძალიან მალე შენი გახდება გადაუხე ეს არის შენი მართლა რა გემრიელია რა აი ძალიან გემრიელია აი მართლა ძალიან ესეც უი ადგილი თქვით ბრავო საფრთხეა ადგილი თქვით სადაც არის ზუსტი მისამართი რა დისკრიფშენში კი უთითებ ხომ მაგრამ თქვა ზუსტი მისამართი ხო გიორგი ახვლედიანის 17 ნომერი ჩვენი ეპიზოდი გრძელდება კიდევ ერთი ადგილით და კომპანიით, რომელიც აქციების განმავლობაში პასუხისმგებლიანად იქცეოდა და არა მარტო პასუხისმგებლიანად ზრუნავდა, ათბობდა
აქციის მონაწილეებს, არასამუშაო საათებში რჩებოდნენ, თელეღამი ათენებდნენ თანამშრომლები და 8000 მოსავლის ეს ობიექტი, რომელიც მარი ბროსესა და თაბუკაშვილის კუთხეშია, ოპერის უკან, იყო სულ ღია. თანაც ჩვენ ძალიან გვიყვარს ღვინო და ამიტომ რეჰანის ეს ნაწილი გაგრძელდება 8000 მოსავალში. ავედი. ეს რომ აცვია, რო არ თქვი რატომ აცვია, ღვთის მოყვარულების აქციაზე ვიყავით და იქიდან მოვდივართ. აქციის შორის გადაღება, მე ისევ აქციები. სულელობები. შევედით შიგნით 8000 მოსავლის დამფუძნებელი ირაკლი ჩხაიძეა ჩვენი მასპინძელი დღეს. გამარჯობა, მადლობა რომ გვასპინძლობთ. მოდი ღვინოზე გკითხავთ პირდაპირ, იმიტომ რომ გასტრონომიის განუყრელი ნაწილია და შემადგენელი ღვინო მით უმეტეს საქართველოში. და 8000 მოსავალი არის ის ადგილი, სადაც ღვინოს შეიძლება კარგად არ ერკვეოდე, მაგრამ რომ იხვალ საჩუქრად გენდომება თუ შენთვის, იცი რომ ხარისხიან და კარგ ღვინოს აგარჩევინებენ. როგორ არჩევთ? თქვენ როგორ არჩევთ მოდი ღვინოს და სად პოულობთ ამ მეწარმეებს? ეგ გითხარით პირველ რიგში. ეგ ძალიან ისეთი კარგი კითხვა. ყველაზე რთული პროცესია ჩვენი ბიზნესის და ყველაზე რთული გამოწვევა, იმიტომ რომ დღეს ახლა დაახლოებით 500-მდე მეღვინეობასთან მუშაობთ და ყიდით 2000-მდე დასახელების ღვინოს. პატარა ქვეყნისთვის ბევრია, კარგია. ხო, ძალიან ბევრია, მაგრამ წარმოიდგინეთ ამასთან ერთად ძალიან ბევრისთვის გვიწევს უარის თქმა, რომ მათი ღვინო გაიყიდოს იმ მომენტში, იმ წელს, თორე ზოგადად არავინ არ არის, ესე იგი, დახურული, არავის არ არის ეს კარებია. თვითონ შერჩევის პროცესი მარტივია, რომ ვიწევს საქართველოში, ესეთ ცნობილი ვინც არიან დეგუსტატორები და ისინი სინჯავენ ფარული დეგუსტაციით. თანამშრომლები არ არიან? ჩვენი თანამშრომლები არ იყვნენ მონაწილეობას. ეს სპეციალურად ხდება. სპეციალურად არის, რომ არ იყოს გარკვეული სუბიექტივიზმი. ხო. და მე ამ შეფასებებზე დაყრდნობით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ლამაზი დაფაცმევით. ან დღეს მარტო ღვინო არ გვექნება, დღეს გასტრონომიაც გვექნება. მენიუ და საჭმელი 8000-ში ღვინოსთან შეფარდებით არის. და ცხელს არ ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ მარტო ესე სივ აპეტაიზერებს, ანუ მაგ საქმეში არ შევდივართ, გაზი არ გვაქვს. კუკინგი არ გვაქვს, ჩვენ მარტო ანუ ძირითადი თავიდანვე ეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება ეგეც იყო, რომ ჩვენ გვინდოდა, რომ ვინც მოვიდოდა 8000 მოსავალში, მათ მაგიდაზე ყოველთვის დებული იყო ღვინო. ანუ ღვინის გარეშე არ ყოფილიყო. ჩვენ თუ რაღაცა ცხელისკენ წავიდოდით, მაგალითად, პირობდათ გვექნებოდა ჩიხი, ან არ ვიცი რაღაცა რა. შეიძლება ყოფილიყო შემთხვევა, რომ ტიპი შემოსულიყო საჭმისთვის, ჩიხირთმა აიღო ლიმონადი და ღვინო საერთოდ არ აიღო. კიდევ მაინტერესებს ზოგადად თქვენი დამოკიდებულება ღვინოსთან ხო, საიდან დაიწყო? იცი როგორ იყო, ღვინო ყველაზე მეტად მიყვარდა ალკოჰოლ სასმელებს შორის ყოველთვის რა. მიუხედავად იმისა, ყველანაირ სასმელს ვსვამ და ყველანაირ ესე იგი უჭერ თავის პატივს ცენ. ძალიან მიყვარს ლუდი და კოქტეილებიც, სპირტიანებიც. მაგრამ ღვინოს ყოველთვის უფრო წინ ვაყენებდი და მე ესე იგი სადღაც 15 წლის წინ წავედი სასწავლებლად იტალიაში, გავაკეთე MBA Food and Wine-ში. ანუ სწავლობდი ბიზნეს, ღვინის და კვების მიმართულებით რა. ძალიან ფოკუსირებული და ძალიან კონცენტრირებული იყო აი ამ მიმართულებით და რა ვიცი, უამრავ ღვინოს ნიჯავდით, უამრავ მეღვინეობაში დავდიოდი და ძირითადად ჩემი აი ეს ამ ღვინით ანთება და ასე ვთქვათ მანდა იყო ხო. არის წლიდან წლამდე უფრო მეტი კარგი ღვინო? არის. აი რა ვიცი, ხა ჩვენზე მეტ ღვინოს არ ვიცი, ჩვენნაირი
ობიექტი ისინი კომპანიები ალბათ სინჯავენ, მაგრამ ნუ წარმოუდგენლად ბევრ ღვინოს სინჯავთ ყოველთვიურად ქართულს რა და აი ძალიან ცალსახა ისინია რა პროგრესები თვითონ მეღვინეობებში და ახალ ღვინოებში რაც ჩანს თავარი მაინც ეხა რაზეც უნდა მივაქციოთ ყურადღება არის ვენახი ძალიან მჭირდება კარგი მევენახეები ხო და მე ვფიქრობ რომ ამ ახალ თაობაში რაც უფრო მეტი დაინტერესდება ძალიან ბევრი კარგი ახალი მევენახე აღმოჩნდება იმიტომ რომ თვითონ მეღვინეობაში ძალიან ბევრი კარგი ახალი მეღვინეა ახალი ბავშვები წარმოუდგენელ დამოკიდებულება აქვს საქმის მიმართ რა აი ძალიან ნაღდი სუფთა დღეს ვამბობდი რომ ხო იცი კახეთში როგორ ამბობენ რომ კაცზე ცუდის თქმა რა უნდა პირდაპირ ვერ ამბობდი და მაგას ღვინო არ უარგა ანუ არ არის ხო და ეს ბავშვები ხო თვითონ როგორი დამოკიდებულები და როგორი სუფთები და როგორი კრეალებიც არიან ღვინოც ეგეთი გამოდით რა რადგან ახალი თაობა ახსენეთ მიმდინარე მოვლენებში დიდი წვლილი და ამ პროტესტში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზუსტად მაგ ახალ თაობას და ჩემთვის აი ფერადი ადამიანები არიან არ ვიცი ერთი შეფასებით და შეხედვით თქვენც როგორც დასაწყისშიც თქვი ძალიან მხარში უდგახართ და მხარში ედექით აქციების ახლაც გრძელდება აქციები მეც ესე შეფუთული ვარ ფორმაში აქციიდან მოვდივარ მაგრამ აქციების იმ პერიოდში როდესაც სველი დაზიანებული, დაზარალებული, რა ვიცი, ესეთი დაღლილი ბავშვები შემორბოდნენ აქ, ხო? ეპიცენტრში ეს ფილია. იცი რა, მან ხო იცი როგორ არის, რომ ადამიანს უნდა აგრძნობინო, რომ განსაკუთრებით თუ იმისთვის იბრძვის, რაც შენ გინდა, რავი, რო არ აგრძნობინო, რომ მე შენთან ერთად ავარ, მე ვფიქრობ, რომ ღალატია რა. ეხა ეს ხალხი ვინც გარეთ დგას და აპროტესტებს და რისთვის აპროტესტებენ აქ ვინც მუშაობს ვინც ყველას უნდა იგივე რა და ამ დროს აუთ გადამდებიც არის ეს რომ აგრძნობინო რომ იცი რა ჩვენ აგერ მხარში გიდგავართ რა მაგრამ ყველაზე მაგარი ეს არის რომ ეს მხარში დგომა და ეს ის აი ამ ბავშვებიდან არავის არ უთქვამს ამ ბავშვებისთვის რომ იცი რა შენ მთელი ღამე უნდა დარჩი აქ და გაათენო და რაღაცა თანამშრომლებს გულს თანამშრომლებს ვამბობ რა თავის ინიციატივით, იმიტომ რომ მათი მეგობრები დგანან იქ ქუჩაში და მათი მეგობრები სველდებიან და მათი მეგობრებს უნდა რომ დაეხმარონ და ეს რაღაცა ბუნებრივად მოდის და ამ საქმეში სხვადასხვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ბიზნესსაც რა ბიზნესი როგორ მიიღებს მონაწილეობას რა ჩვენ თავს რო ვეკითხებით ჩვენ ხო გვინდა ეს რა ჩვენ ხო აი ჩვენთან 8000 მოსავალი ეხა რატომაც ჩამოყალიბდა ჩვენი დღევანდელ დღეს რას ვაკეთებთ ჩვენ დღევანდელ დღეს ვაკეთებთ იმას რომ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ღვინო აი ჩვენი მთელი გონება ამაზეა გადართული რომ სოფლიოში უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ღვინო რა იმიტომ რომ მე რო სწავლობდი იტალიაში ყველა მეუბნებოდა რომ ვა საქართველოსთან ხარ ღვინის სამშობლო არ ამაგარია მაგრამ გასინჯული არა მაგრამ არაფერს გასინჯული არ ეს მინდა გითხოთ აი ამ პროტესტს რისთვისაც ვიბრძვით ჯერ ადამიანის უფლებები ისე ილახება იქამდე ვეღარ გადავედით რომ რა დაემართება ეკონომიკას და რა დაემართება თითოეულ სექტორს და სფეროს ანუ ღვინის სამშობლოს ღვინის განვითარებას რამდენად მნიშვნელოვანია ეს ვიცი ჩვენ ვიცით ეგ გამოვლილი გვაქვს კომუნისტების პერიოდში რა დაემართა ქართულ ღვინოს და მე ეხა ვაკვირდებით დამოუკიდებლობის პერიოდში განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2000 წელს ემბარგო დაედო ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე როგორ განვითარდა და ყოველთვის როგორ დაუკეთე ანუ ამაზე ლაპარაკი უკვე რა ვიცი ანუ მოთხოვნა მიწოდების ამბავია ხარისხიან სადაც გთხოვენ იქ უფრო მეტ ძალისხმევას თქვენ საზღვარგარეთაც გახვედით 8000 სად იყიდება 8000 აი ეხა მაგას ვამბობდი რომ ნუ პირველი ავირჩიეთ გერმანია ახლა გერმანია ყოველს უყურს რომ ლუდის ქვეყანაა და რა მაგრამ ეგრე არ არის რა გერმანია პირველ ადგილზეა ღვინის იმპორტი ანუ მთელ სოფლიოში ყველაზე მეტ ღვინოს სხვა ქვეყნებისგან ყიდულობს გერმანია მართლა ხო და მეოთხე ადგილზეა თვითონ მოხმარებით რა აი იმიტომ რომ თვითონ ცოტა არა თვითონაც აწარმოებენ მაგრამ ღვინისმელები არიან მაგარი ღვინისმელი ხალხია გერმანელები რა აი მოხმარებით პირველ ადგილზეა ამერიკა მერე საფრანგეთი იტალია და მეოთხე ადგილზეა
გერმანია და მე ამ ბერლინი ავირჩიეთ, იმიტომ რომ აი ამ გერმანულ ქალაქებს შორის ყველაზე მეტ ღვინოს ბერლინი ისვავს და ყველაზე მეტ იმპორტირებულ ღვინოს და ძალიან ბევრი ღვინის ბარია და ღვინის მაღაზიაა და ძალიან იციან რა ღვინო რა. ჩვენ რო გვინდა რომ რაღაც ხელმისაწვდომი გავხვალთ ეს ქართული ღვინო, მაგიტომ გადავწყვიტეთ რომ მივედით და ჩავედით ამ გერმანიაში, გავხსენით მაღაზია და უკვე თითქმის ამ ბერლინელებისთვის ის არის რა ხელმისაწვდომია რა. ბერლინელი ვერ იტყვის ხა ქართულ ღვინოს ვერ შოულობ, იმიტომ რომ და პარალელურად ეს ღვინის ონლაინ მაღაზია გავუშვით, სადაც რაღაცნაირად დავსით რომ 15 ევროდ ევროპის ყველა ქალაქში მიგვაქვს ამანათი რა, არა აქვს მნიშვნელობა 5 ბოთლი იქნება თუ 20 ბოთლი, ანუ 20 ბოთლამდე. და უკვე დაახლოებით 15 ქვეყნიდან შემოგდის შეკვეთები რა ევროპის ქვეყნებიდან, ანუ იმათ აქვს უკვე ხელმისაწვდომობა რომ შეუვლენ აირჩევენ, შეიძლება იქვე არა აქ ქალაქში ჯერჯერობით, მაგრამ რაღაც ეს ხელმისაწვდომობა გავზარდეთ. მე ვფიქრობ რომ ეხა გუშინდელი გამოსვლის ისიც იყო რომ ქართული ღვინო ადგილი ევროპაშია. რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია, იმიტომ რომ ევროპა მიცის კარგი ღვინის ფასი. გასტრონომია ძალიან უკან რო არ მოგრჩეს, კი გავიგეთ რომ 1000 მოსავალში ხალხი ღვინისთვის მოდის, მაგრამ უცებ დაფასას გადავხედოთ და დავაგემოვნებ სიამოვნებით. ქართული ღვინო მარტო ქართულ საჭმელს არ ხდება რა, ეგ გვინდა და ერთგვარი მიქსია. ხო, ეს არის სკანდინავიური. ხო, ეს არის სკანდინავიური დაფა და ფოტოშორის ამ დაფის იმაში ლუკა დაგვეხმარა თავის დროზე ნაჭყებია. ნაჭყებია? ლუკა ყავდა წინა ეპიზოდში. ხო, მოусმინე. მადლობა ძალიან დიდი. და იმედია შემდეგი სტუმრობა უკვე მხოლოდ ღვინოს მიეძღვნება და მიმდინარე მოვლენები დალაგებული იქნება. მადლობა. მადლობა ანა პირიქით. ეს არის ხალხი. ყველაზე კარგი მომენტი ლაშა ვერ ჩაიწერა, ამიტომ ეს სუფთა თავიდან ავაწყობ მე, რაც ირაკლი მომწყო და ეხა გავსინჯავ კადრში. რომელიც ძალიან გემრიელია, მეორედ რო გავსინჯებ, ისევ ამაზრზე ვარ. ეს იყო არაჟანი ჟოლოს მურაბით, ორაგული, ხახვის მარინადი და კაპერსები. უგემრიელესია. სათალითაც ძალიან გემრიელი იყო. აღმოჩნდა რომ მეც და ირაკლისაც ძალიან გვიყვარს თევზი. ნუ ღვინო ხო გვიყვარს და გვიყვარს. სულ ეს იყო. მადლობა, იმედია ახლა იწერდი. სხვადასხვა ქვევრის ღვინო ძალიან უხდება. თევზი. ზოგადად ნათქვამია რომ თევზე ხო, უფრო რაც კლასიკური თეთრი ღვინო მიდის, მაგრამ აი ქვევრის ღვინო პირიქით. თევზის გემოსაც კარგად წარმოაჩენს და თავის გემოსაც რა. არ დაკვირვებია. მეც მეგონა რომ აი ეს ხელი თუ როგორ თქვა, ევროპული. ხო, ევროპული. ტექნოლოგიით დაყენებული, მაგრამ მშვენიერია, აი მე მომწონს ძალიან.